შემიძლია გიორგის შედარებას არ გამოვეხმაურო და ჩემი ვერსიით დავაზუსტო ჩვენ ვაგებთ ერევნის არარატთან მატჩს პროცესში ვართ არ დამთავრებულა 10-0-ზე ვართ მაგრამ კიდე მეორე ტაიმია წინ ყველას უნდა ესმოდეს რომ სომხეთმა შეიძლება ბევრად უფრო სწრაფად იმოქმედოს და გამოიყენოს ის გეოპოლიტიკური ფანჯარა რომელიც პირველ რიგში საქართველოსთვის გაიხსნა იმ გეოპოლიტიკური ვითარებით რაც უკრაინაში რუსეთს შეჭრამ გამოიწვია რაც შეეხება თქვენს კითხვას ძალიან მარტივი წინადადებით სრულდება ეს ყველაფერი ისე როგორც უნდა დასრულებულიყო ქართული ოცნება ფასების ზრდასთან დამარცხდა 5 თვის წინ ჩვენ მოვისმენთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება რომელსაც მოყვა კასკადი მოქმედებების ამ მოქმედებები თავიდან ბოლომდე იყო ტყუილი თანაც ქმედებების კასკადი რომელიც მდგომარეობდა შემდეგში რომ სამთავრობო შემდეგ საპარლამენტო კომისიები სუსისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესვლები სხვა კომპანიებში აი მთელი ეს ხმაურიანი კამპანია რომ ევროპაში ფასები უფრო იაფია ვიდრე საქართველოში და ჩვენ მივიღეთ მარტში 7%-იანი სასურსათო ინფლაცია აპრილში 6%-იანი ინფლაცია და აპრილის ეს ინფლაცია უკანასკნელი 2 წლის რეკორდი არის ყველაზე მაღალი ნიშნული არის აბსოლუტურად ყველა სასურსათო პროდუქცია ფასი არის გაზრდილი დაწყებული თევზეულიდან 20%-ით გაგრძელებული პურფუნთუშეულით 10%-ით ხორცზე 10%-ით და იმ კალათაზე რომელშიც კვერცხი და სხვა მსგავს პროდუქტები შედის აქაც კი 4.5%-ით ზრდა არის ფასები იმიტომ რომ მარტივი ამბავი არის ამ რაღაცა კომისიებით ქვეკომისიებით დარგობრივი შესწავლებით ფასები არ იცვლება ქვეყანაში რომელიც არის პატარა მოცულობის ეკონომიკა რომელშიც 80%-ზე მეტი ძირითადი მოხმარების პროდუქტებისა შემოდის იმპორტზე რა თქმა უნდა ამაზე გავლენას ახდენს ყველაფერი ის რაც ხდება სამეზობლოში იმ ქვეყნებში საიდანაც ეს იმპორტი შემოდის ოღონდ ამაზე გავლენას ვერ ახდენს ხელისუფლებას ჰქონდა რეალურად ბერკეტები რომ ემოქმედა ხელისუფლებას ჰქონდა ბერკეტი რომ დროებით შეაჩეროს მაგალითად აქციზი საწვავზე და ის წნეხი რომელიცაც იწვევს ირანში მიმდინარე პროცესები ჩვენს თანამოქალაქეებს არ დააწვევს უკვე გაძვირებული ლარით ბენზინის სახით ჩვენს ხელისუფლებას შეუძლია რომ DGG გახადოს ბევრად უფრო ნაკლები ვიდრე 18% სასურსათო პროდუქტებზე როგორც ეს არის ბევრ ქვეყანაში სადაც პრიორიტეტი ესმით კვებით პროდუქტების მაგრამ ამის მაგივრად ხელისუფლებამ შეეცადა რომ რაღაც იწილო-ბიწილო ეთამაშა ძალიან ბოროტ თამაში შესულიყო და ბოლოს დაამთავრა იმით რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხორცს ნაჭრებად ითვლის უკვე და ამ ნაჭრებს კიდე რაღაცა უცნაური წარმოშობის ღორისა და ძროხის ჰიბრიდებს რაღაცა სასაცილო ფასებში სთავაზობს თავის მოქალაქეებს ჩამოწერილი პროდუქციით უნდა რომ შვილები გამოყვებონ ქართველებმა და ჩამოწერილი რატო დაიწყო ამის კეთება კობახიძემ თქვენი აზრით დაიწყო ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს დარჩა რა პრობლემა ქონდა ის ფასების ამანტობა ანუ არის ეგეთი მოსაზრება რომ ხელისუფლებაში ქონდათ მოლოდინი იმისა რომ ოპოზიცია აქტიურად დაიწყებდა პედალირებას ამ თემის და ამ საკითხის მათ ამით სადეთ ინიციატივის ხელში აღება იცოდნენ რა რომ ძირეულად საფასო პოლიტიკას ხელს ვერ დაატყობდნენ მათზე ცოტა რამ არის დამოკიდებული ოპერატიულ დონეზე თორე სტრატეგიის დონეზე სწორედ მათ მიერ შექმნილი პრობლემების შედეგია რაც მივიღეთ და აი მოდით რომ ჩვენივე სამაუწყებლო საპროპაგანდისტული საშუალებებით რაც შეიძლება ხშირად ვიმეოროთ რომ ჩვენ ამ თემაზე ვმუშაობთ. ანუ ხალხმა რო იცოდეს რომ ჩვენ ეს გვაწუხებს, აი ვმუშაობთ ამაზე. არის სხვა შორის წმინდა სოციოლოგიური თვალსაზრისით ამათ აზრი აქვს. პოლიტიკური თვალსაზრისით აი თქვენ როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი გარდა აი ამ სალაპარაკო ძირითადი მესეჯებისა როგორ აანალიზებთ ამას და უყურებთ და რა უნდა გააკეთოთ იმისთვის რომ ეგ მიზანი მაგათ არ გამოუვიდეთ. ხო, ცოტა გვერდან შევხედოთ, გეთანხმები რომ ძალიან ლეგიტიმური მიზანია, მაგრამ შეხედეთ ერთის მხრივ პროპაგანდას აქვს თავის ლიმიტი. ისინი ოპერირებენ მხოლოდ პროპაგანდით. წმინდა წყლის ტყუილზეა დაფუძნებული მთელი მათი პოლიტიკური არსებობა, დაწყებული რაღაცა მოგონილი მტრით გლობალური ომის პარტიის სახელი და ამ მოგონილ მტერთან წარმატებული ბრძოლით დასრულებული ყოველთვის. უბრალოდ პროპაგანდას აქვს ლიმიტი. და ეს ლიმიტი მაშინ ჩდება, როდესაც ის ეხება ადამიანებს, ხო? თქვენ ხდებით საქართველოს სამწუხაროდ ძალიან ცოტას ვაშუქებთ რუსეთში მიმდინარე პროცესებს. უკანასკნელი თვეები ძალიან ძიმე არის პუტინის რეჟიმისთვისაც, იმიტომ რომ
ბევრად უფრო გვიან, მაგრამ პუტინის რეჟიმმაც ნახა ლიმიტი ეხა პროპაგანდის, იმიტომ რომ როდესაც ადამიანების კუშს შეიძლება უფრო მეტად ვავშუქებდეს, მაგრამ გუშინდელი დროების ძირითადი ნაწილიც კი რუსეთში არსებულ სიტუაციას ეძღვნებოდა. ძალიან საინტერესო იყო, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კი ჩვენთვის საერთოდ სრული არა, მაგრამ მე ვიცოდე გაურობის შესახებ, მაგრამ როდესაც იცი რომ შენი მტერია და აქტიურ ფაზაში არის თან რეოკუპაციის, მნიშვნელოვანი დაინახო რა. არა მარტო მტერი, ამ სიუჟეტებს და იმ რეალობას უფრო მეტად იმისთვის ავსახავ, ვისაც მეგობრად თუ არა მოკავშირედ მიაჩნია ქართული ოცნების მხარდამჭერებს, რომელსაც რუსეთთან უნდა რომ კარგად იყოს და ასე შემდეგ, იმან რო დაინახოს რომ სინამდვილეში ის დაღმავალ ფაზაშია. უმძიმესი მდგომარეობა აქვს და რაციონალურმა არგუმენტმა მაინც იმუშაოს, რომ აი იმ უკვე დავრდომილ ჩამპალ სისტემას გაუბედურებულთან ურთიერთობა მომგებიანი აღარ არის. რა რუსეთი ყველაზე თავის დაცემის მომენტში წითელ მოედანზე ლიმებს არაბავდა რა ქვია, ბადეებს რომ თავში რაღაცა არ მოხვედრილიყო. მე მგონი არც ახლა გაუბია, მაგრამ ის რომ ეშინია ამის ჩატარების, ხო, ფაქტია რა. სამხედრო შემადგენლის შეიარაღების გარეშე ატარებს პარატრამე არ ყოფილა. ანუ რის თქმა მინდა, ხო რა, მათ შორის სწორი აქცენტი არის, რომ აქ რაღაცა მითოლოგიურ რუსეთს ქმნის ქართული ოცნების პროპაგანდა, რომ აი ესეთია ძალიან ძლიერია და იმის უნდა გვეშინოდეს და არ უნდა გეშინოდეს იმის პროპაგანდასაც აქ ლიმიტი, როგორც ქართული ოცნების პროპაგანდას აქ ლიმიტი, ის პრილიმიტი გადის იქ, როდესაც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას აღარ შეუძლია თავის შვილებს წაუღოს საჭმელი და აჭამ გამოკვებოს ყოველდღიურად და შიმშილის პრობლემა დგება, მაშინ ეს პრობლემა ყველას ეხება. ანუ ერთის მხრივ ვიძახი რომ ეკონომიკური განვითარებაა და მაკროეკონომიკური განვითარება გვაქვს, ბევრი ფაქტორი შვება იმას, რომ რიცხვები არის კარგად. ოღონდ ეს სიმდიდრე არ ნაწილდება, ეს სიმდიდრე ან გამტარია საქართველოს ამ სიმდიდრის, ან რჩება ძალიან მცირე ნაწილს ჩვენი მოქალაქეების და ფასების ამბავმა დაარტყა ყველა ლიმიტს, ასე ვთქვათ. ქართულმა ოცნებამ შეეცადა ისწავლიდა პოლიტიკურ რისკზე, გათვალო რა ვიცი, არაფერს არ ელოდებოდა. ძირითადად თურქეთზე იყო აქცენტი, რა ჩვენთან ძალიან მოქმედებს თურქეთში მაგალითად ინფლაცია და იცი გიორგი რომ ინფლაცია საკმაოდ ხშირი მოვლენა არის. ჩვენ მეზობელ თურქეთში იქიდან იმპორტირებულ პროდუქტს ეს მოქმედებს. ეკონომიკური მაჩვენებლები ამბობდა რომ თურქეთში დიდი ინფლაცია მოსალოდნელი რამდენიმე თვე არ იყო. ირანს ახლა არავინ არ ელოდა რომ იქ რაიმე კონფლიქტი დაიწყებოდა, რეალურად ამ ზღვარს რო გადალახავდა, თქვა ტრამპის ადმინისტრაცია ან ეს ამბავი ამ ფაზაში შევიდოდა, ამას არავინ არ ელოდა. წავიდნენ ჩვეულებრივ პოლიტიკურ თამაშზე, რომ მოდი აი ახლა გადაღულით ამ თემას, ჩვენ რაღაცებს საჩვენებლად იქ დავწევთ პატარათი, ეს 3-4 თვე გაივლის და შემდეგ სხვა თემით არ გაუმართლად. სხვა გუშინ ერთი შემოსტომარი საუბრობდა ეთერში, რომ იღბალი აღარ წყავს. აცი აღარ გაუმართლებთ, იმიტომ რომ ძალიან სულ სპირალში არის. რამში ამჩნიეთ ახლა ამ ნაწილში. სუდ პოლიტიკა, იცი რა, ანუ ეს არის უკვე, როდესაც ხელისუფლებით ხრწნის ამ ფაზაში შედიხარ და აი ამდენი სუფლებას აძლევს შენ თავს, ამდენი სუფლებას კობახიძე მითხრა, ეს უნდა გვესმოთ, კობახიძემ ძალიან ბევრი სუფლება მისცა თავის თავს. კობახიძე მაიღო და საქართველოს მოქალაქეებს 5 თვეა, საქართველოს მოქალაქეებს თვალებში უყურებს და უფრად ატყუებს. ანუ თან ატყუებს ძალიან მძიმე რაღაცაზე. საქართველოს მოქალაქეები შიმშილობენ. მართლა შიმშილობენ. ანუ ქვეყანაში სადაც 40 ლარი ღირს 1 კილო ხორცი და ეს ხორცი არის არათუ უბრალოდ რაღაც საკვების საშუალება, არამედ აუცილებელი პროდუქტი იმისთვის, რომ ბავშვები განვითარდნენ მაგალითად. საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, დამთრგუნავი უმრავლესობა თავის შვილს სწორად ვერ კვებავს. სწორად კი არა, საერთოდ ვერ კვებავს რაღაცა დღეები. და როდესაც ამას ეხება საქმე, როდესაც საქმე ეხება უკვე აი ასეთ ელემენტარულ ამბავს, როგორც ეს შეიძლება აღიზიანებდეს და ისტერიკაში აგდებდეს პროპაგანდისტებს, რომ თურმე ძალიან იაფფასიანი არის. აი ეს მართლა იაფფასიანი არარაობები რო ლაპარაკობენ, რომ იაფფასიანია იმაზე ლაპარაკი, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის შვილები არიან სკოლაში მშიერი მთელი დღის მანძილზე, რომ საქართველოს მოქალაქეების შვილები წერა-კითხვიდან და შინაარსვებ ნალაპარაკებიდან და მოყოლილიდან შინაარსს ვერ გამოაქვთ, იმიტომ რომ პრობლემები აქვს, სისტემურ პრობლემებს იწვევს. აი ეს ყველაფერი, ეს სოციალური სიდუხჭე, რომელიც არის განგრძობადი, რომელიც არის სპირალი, იწვევს უბედურებას ამ ქვეყანაში. რომ საქართველოს არის ძალიან ჩამორჩენილი ქვეყანა ამ თვალსაზრისით, ეს თურმე ვიღაცას ეხამუშება და ცუდად ხვდება. არადა, კიდევ ერთხელ ვამბობ რა, ამ სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს. გამოსავალი დროებით არსებობდა გრძელვადიანი, თუმცა არც ეს დროებით არ უნდა და არც გრძელვადიანი გიორგი, რომ გამოიყენოს პირიქით, ანუ იქ აქ გეუბნება რომ მაგალითად ესა რა ქვია, საერთაშორისო ბაზარზე ხა პრობლემები გვაქვს, დიდი უბედურება ტრიალებს, არაფერი არ შეიცვლება, ამიტომ აი ამიტომ მოგვივიდა ეს ფასთან დაკავშირებით, არადა დენის გადასახადი 30%-ით თვითონ გაზარდეს. ამად გაზარდეს, კობახიძემ გაზარდა დენის გადასახადი 30%-ით. ფაქტიურად კობახიძის ხელისუფლების დროს საწოვის ფასი გაექცა. ანუ ყველაფერი აჩვენებს, რომ როგორც მარტი იყო მძიმე, ისე აპრილი იყო მძიმე, ისე ხა მაისი კიდევ უფრო მძიმე იქნება და შემდეგი თვეები ყველა
ფაქტორს ვერ ამართლებს საქართველოს ყველაფერს ვერ გამართლებს, რაც გამართლებს. როგორ შეიძლება ხორმოზის სრუტეებს დაკეტონ გამართლოს მაგალითად ისრაელის შემდეგი შეიძლება იმოქმედოს, მაგრამ იქაც არის მაგრამ აი შემდეგი რასაც გარკვეული მექანიზმები. ეხლა თქვენ ახსენებდით თურქეთის მაგალითს, ხო? ჩვენ მეზობელი თურქეთს. თურქეთს აქვს ძალიან საინტერესო დაპრობირებული მეთოდი ამ მომენტში ოპერატიული რეაგირების, როდესაც რადგან ისიც ამ მხრივ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, როცა ფასი ვარდება ხოლმე, ერთჯერადად ის ახდენს ხოლმე აქციზის გადასახადის შემცირებას იმ კონკრეტულ პროდუქტზე, რომ ბაზარს და მომხმარებელს დიდად არ დაარტყოს. უამრავი ქვეყანა თურქეთი არის სხვადასხვა მეთოდები. შეიძლება საქართველოსთვის სხვა იყოს უფრო მისაღები, მაგრამ რაღაცას ხელისუფლება აკეთებს. ამას რაღაცა ამაზე გვაქილიკებდნენ, რომ ვახსენე, რომ არსებობს რაღაც ქვეყნები, რომელიც ისა ინდოეთი ეცხები, რომელიც მაგალითად ინდოეთმა აუკრძალა ფასის აწევა სახელმწიფო კომპანიებს ნავთობის. არის სხვა ქვეყნები, სადაც ზედაზღვარი დააწესეს. მე ზედაზღვრის მომხრე არა ვარ, მაგრამ ესეთი ვერსიაც არსებობს. მაგრამ აქციზე არის ყველაზე მარტივი. გააუქმე დროებით აქციზე. რამოდენიმე თქვი რომ მორატორიუმი აქციზე არ ლახტევი. ნუ გასაგებია რომ გააუქმე შემოსავლებს შეგიძლია. რაღაცა იქ უნდა თქვა მაშინ გასავალში რას ამცირებ რა. ნუ ბოლო მოდელის ახალი ჯიპები ექსპორტისთვის აღარ უნდა იყიდონ მაშინ. ხო, არ უნდა იყიდო ეს, არ უნდა დახარჯო 10 მილიონი ლარი შეანგსახეს სამინისტროს პერსონალის პრემიებზე. არ უნდა დახარჯო უბრალოდ ცოტა ხანი ამის საშუალება არ აქვს. სუსისაზე? სუსისაზე. ვერ დახარჯო 20-ჯერ უფრო მეტი მოსმენები როგორ უნდა აწარმოო. ქვეყანა ხო ეგრე და გაშიფრვა უნდა. ხო, ეგ არ გამოვა ქვეყანა ეგრე არის მარტო. დაზო დრო გვეწურება და მინდა რომ თავარი სათქმელი საშუალებები მოგწე ბოლოს. აი ერთი მინდა უცებოდ გითხრა ეს. შეხედე აი ეს ყველაფერი ხო შეიძლება რომ კიდე რაღაცებს დააბრალო, რაღაცა ვარსკვლავების განლაგებას და პლანეტების იმას რა ქვია აღლუმს. მაგრამ ის რომ 30 ლარიანი პირადობის მოწმობა 60 ლარი გახარდე. ამას ხო ვერავის ვერ დააბრალებ. ანუ რა ვიცი, პლასტიკის ფასი, პლასტიკზე სურათის გადაღების თუ დაწერის რამის ფასი გაიზარდა, რომ ქონების რეგისტრაცია, მანქანის რეგისტრაცია 70 ლარიდან 200 ლარი გახდა, რომ ქონების რეგისტრაცია საქართველოში 50 ლარიდან 150 ლარი გახდა, რომ ჯარიმები 20 ლარიდან 50 ლარი გახდა. ანუ ის ყველა სახელმწიფო სერვისი გააძვირეს. უკანასკნელი 3-4 წლის მანძილზე აბსოლუტურად ყველაფერი, რითაც სახელმწიფო ემსახურება თავის თანამოქალაქეებს, ყველაფერი გაუწევს. ქორწინების ფასი ქორწინების რეგისტრაციის ფასი გააძვირეს. რამოდენიმე თვის წინ გიორგი, ქვეყანაში სადაც დემოგრაფიული კატასტროფა, ხელისუფლება რომელიც ამბობს რომ ოჯახის ფასეულობების დამცველია, ქორწინების რეგისტრაციის ფასი გაზარდა. ანუ რა ვიცი, რამე ინფლაცია შეგვიდებარება ქორწინების რეგისტრაციის ფასი, თუ რა საერთაშორისო ბაზარზე რამე ცვლილება მოქმედებს ამაზე. ამაზე ხო არ არის ლაპარაკი. ეს ხალხი არის შესული ხელისუფლებით წნის რეჟიმში. ოღონდ ამ ვითარებაშიც კი ვამბობ პოლიტიკური გამოსავალი არის ის, ეხლა რომ გამოვიდნენ და თქვა რომ აი ეს კაცი 5 წლის წინ 5 თვის წინ რომელმაც დაიწყო ამ ტყუილით თქვენი მოწამვლა, ეს კაცი არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ ამას ვერ გაიქცევა. ადრე თუ გვიან ეს პასუხისმგებლობა მას დაეწევა, რომ არავითარი ფასების კომისია არ არსებობს რეალურად. ფასების კომისიის კაცს უსმენდი იმ დღეს იქ ხელმძღვანელი ვარ ბატონი ბერეკაშვილი, რომელსაც პირი უშრებოდა, ვერ ლაპარაკობდა, ვერ მეტყველებდა იმ ბოლოს ხდომაზე. ეხლა უნდათ რომ ალბათ იმაში აწმინო ხელები და ნერვიულობს ის კაცი. ერთადერთი ვინც არის ამ ყველაფერში დამნაშავე არის კობახიძე. და ვინმეს ეხლა თუ შეწირავს ზვარაკად ბიძინა ივანიშვილი, იქნება კობახიძე ამ პროცესში. კობახიძე დამნაშავე საქართველოს მოქალაქეების. ამის მოლოდინი სხვა შორის ბევრს აქვს და ვნახოთ როგორ თუ არა და ეს ყველაფერი უშუალოდ ივანიშვილი იზელს დიდი მონდომებით საკუთარ რეპუტაციაში და რეიტინგში, რომელიც ეჭვმაგრობ დიდად აღარც აინტერესებს იმ ტიპის მოდელი ააშენა ამ ქვეყანაში, რომელიც ძალასა და პროპაგანდაზე დგას და აქ ხალხში რეპუტაცია შეიძლება ნაკლებად ადარდებს, მაგრამ ეს კიდე ცალკე საუბრის თემაა და ოპოზიცია ძალას ამ მხრივ რატომ უნდა ასხივებს. ამაზე გავაგრძელოთ სხვა დროს. აუცილებლად, მაგრამ ამას ვიტყვი. ისინი ბევრად უფრო სუსტები არიან, ვიდრე ვინმეს გონია. ისეთი სუსტები არიან, რომ დღეს თავის პუტინთან მოკავშირეობის ეშინიათ, გადარბიან და დერეფან ეძებენ სხვა გამოსავალს და ზელენსკისთან შეხვედრა ეს იყო, ამიტომ არც ისე მარტივად არის საქმე და ჭირდება მას საერთაშორისო აღიარებას და შიდა ლეგიტიმაციას.